მე ტელემაყურებელს პირველ რიგში სოლიდარობა ელენე ხოშტარიას მე უსმენდი მის ექიმს და რა თქმა უნდა ივანიშვილის მიზანი არის სწორედ ასეთი ქცევა რომ მაქსიმალურად ადამიანები გაანადგუროს როგორც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაანადგუროს ისე მათი რა ვიცი აღმოჩნდნენ ისინი ციხეში საპატიმროში და ამით რაღაცა პირადი ინტერესი ამოძრავებს და ის სასამართლო პროცესები რომელიც ახლა იმართება და რომელსაც სასამართლოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ ხო დღეს ვისმენდი დილიდან თუ რა განცხადებები კეთდებოდა ადვოკატების მხრიდან ფაქტობრივად აი მიყავთ მოწმეები რომელი მოწმეებიც შეიძლება საერთოდ იქ ნამყოფებიც არ არიან და საკუთარ თავს ვერ ცნობენ რაღაცა კონკრეტულ ვიდეო კადრებში რითაც რამტკიცებულებაც აქვს მოტანილი ამ შემთხვევაში პროკურატურას ამიტომ ეს სამართლიანობას და რამე სამართალთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლო პროცესთან კავშირი არ აქვს ეს არის ივანიშვილის პირადი ინტერესი მის ინტერესს როგორც ჭირდება ეხლა ეს მალე დასრულდეს თუ ვიღაცის სასამართლო უნდა რომ გვიან დასრულდეს გაჯანჯლებული პროცესებია ვიღაც სასამართლო უნდა რომ მალე დასრულდეს აჩქარებული პროცესებია ეს ამ ყველაფერს ის იყენებს ვისთან სავაჭროთ როგორ სავაჭროთ ეს ნამდვილად უკვე გაუგებარი ხდება იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მათი მხრიდან ვინც რაიმე რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს თითქოს იმაზე რომ ევროპის ლიდერებთან რამე კომუნიკაცია გქონდეთ და რაღაცა მათთან დალაგება უნდოდეთ ასე ვთქვათ ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს არის მისი პირადი ინტერესიდან გამომდინარე და ამიტომ ამ ყველაფერს სამართალთან არანაირი რამე კავშირი არ აქვს ეს ადამიანები დაყავთ იქ არ აქვს მნიშვნელობა ეხლა სამჯერ მივა სასამართლოში თუ ხუთჯერ მივა თავარია რომ სამართლიანად მიმდინარეობდეს სასამართლო მაგრამ როდესაც ხედავ რომ იქ ფაქტობრივად არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად შეთხზული საქმე რომლითაც მათი პოლიტიკური განადგურება იგეგმება და არა ჩვენ ქვეყნისთვის ან სამართლიანობისთვის რაიმე სასიკეთო ქმედება ეს არის აქ თავარი და მნიშვნელოვანი კი ბატონო და ან თქვენს გაქვთ მოლოდინი რომ შესაძლოა მართლა გაუშვან ციხეში გიორგი ისევ ამ ნაწილს მინდა რომ ამ შემთხვევაში რეჟიმის მართლობის შემთხვევაში რაიმე მოლოდინზე საუბარი ზედმეტია ის რომ მეტი ადამიანი აწყობს ციხეში რომ მეტი აქტიური ადამიანი იყოს ციხეში ეს ლოგიკურია ხო ამ შემთხვევაში როცა რეჟიმი ყველაფერს ცდილობს რომ რამენაირად საკუთარი საცეფი კიდევ უფრო გაიმყაროს გავლენები გაიმყაროს იმ ფონზე როდესაც არაინტერესებს რომ მოსახლეობა ყოველდღიურად უფრო მეტად და მეტად ღარიბდება ადამიანები ქვეყნიდან გარბიან ემიგრაციაში მიდიან როდესაც ეს არაინტერესებს და მხოლოდ მისი ინტერესი არის ერთადერთი რამე რომ რამენაირად ეს გაიმყაროს თავისი მდგომარეობა დღევანდელი მდგომარეობა და უფრო მეტი მილიონები და მილიარდები მოპარონ ქართულ ხალხს ამ შემთხვევაში რაიმე ვარაუდებზე საუბარი ზედმეტია მე ყველა პოლიტიკურ პატიმარს თავისუფლებას უსურვებ ძალიან გამიხარდა გუშინ ორი ახალგაზრდა ბიჭის ძალიან აქტიური ახალგაზრდის თავისუფლება ყველას უსურვებ პოლიტიკურ პატიმარს სინდისის პატიმრებს თავისუფლებას და დარწმუნებული ვარ რომ მათი პატიმრობა მათი ეს ბრძოლა მათი გაღებული ეს რა ვიცი პატიმრობის მათი ხარჯი რომელიც მათ გაიღეს საკუთარი ჯანმრთელობიდან საკუთარი თავისუფლებიდან დარწმუნებული ვარო ეს ესე არ ჩაივლის და საქართველოს აუცილებლად გაიმარჯვებს რეჟიმზე და მერე გაიმარჯვებს იმ ყველაფერზე რაც რეჟიმმა დატოვა მდგომარეობა ქვეყანაში რომელთაც ფაქტობრივად ქვეყანაში განადგურებულია როგორც სუვერენული აზროვნება და სუვერენიტეტი და ადამიანებში ცდილობენ რომ ფაქტობრივად მათ ერთადერთ რამეზე გქონდეთ საფიქრალი როგორ შეინახონ საკუთარი ოჯახები და არა იფიქრონ იმაზე როგორ იზრუნონ ქვეყნის განვითარებაზე, ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის ევროპულ მომავალზე ეს არის მიზანი ივანიშვილის რეჟიმისა, რომ ფაქტობრივად ადამიანებს სრული განვითარების სურვილი და უნარი მოუკლას და შემდგომ უფრო მეტად გაამყაროს თავისი საცეცები მართლობისა, რომელიც ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის დაღუპვას ემსახურება და არაფერს სასიკეთოს. კი ბატონო და გიორგი თქვენ ახსენეთ დასავლეთთან ვაჭრობის საკითხი ხელისუფლების მხრიდან და რას ხედავთ განსაკუთრებით აი ბოლო დღეებში გუშინ მაგალითად ვუსმენდით კობახიძეს ამერიკის საელჩოს მიღებაზე სადაც იმყოფებოდა ის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად და სიტყვით გამოსვლისას გაამახვილა ყურადღება ურთიერთობის გადატვირთვაზე ტრადიციულად და მეორე მხრივ ხედავთ რომ აი ყაველაშვილი ემზადება რომ ირანში წავიდეს დაესწროს ხამენეის დაკრძალვას რას ნიშნავს ეს აი როგორ შეიძლება თავსებადი იყოს ერთმანეთთან ეს ამბავი ოლიგარქიულ მართლობაში და ოლიგარქის მიერ წარმოებულ მართლობაში, რომელიც ფაქტობრივად რეჟიმად ჩამოყალიბდა თავიდან ბოლომდე, ამ შემთხვევაში ყველას
ივანიშვილმა მიუჩინა საკუთარი როლი. ამ შემთხვევაში შეიძლება კობახიძე კონკრეტულ ამ სიტუაციაში გუშინ ამერიკის საელჩოში მივლენილი ყოფილიყო იმის გამო, რომ თქვათ ურთიერთობის გადატვირთვაზე ესაუბრა, მაგრამ დღეს ან ხვალ გამოვა მაგალითად პაპუაშვილი ისევ ფეხქვეშ გათელავს იმ ურთიერთობებს, რომელიც წლების განმავლობაში შენდებოდა ქართველ ხალხსა და ჩვენს პარტნიორებს შორის და ფაქტობრივად დაიწყებს ლანძღვას როგორც ევროკავშირის ლიდერებისას, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებისას და ასე შემდეგ. გამოვა, თქვათ, ამ შემთხვევაში უკვე ყაველაშვილს როლი მიუჩინეს, რომ აი ხა კობახიძემ აღარ უნდა იაროს ირანში და აიათოლების დაკრძალვებზე და მათ ზეიმებზე, ეხლა უკვე ყაველაშვილმა ჩაანაცვლოს. ეს არის ფაქტობრივად მმართველობის სტილი, რომელი მმართველობის სტილიც არის თავიდან ბოლომდე რუსულ სტილზე მორგებული, რის რა დავალებითაც არის ეს ადამიანი წარმოჩენილი 2012 წლიდან ქართულ ასპარეზზე და ამაზე ვსაუბრობდით ძალიან დიდხანს, ვსაუბრობდით მანამდეც, ვსაუბრობდით შემდეგაც, ძალიან კარგია რომ დღეს უფრო და მეტი ადამიანი დარწმუნდა ამ ყველაფერში, რომელსაც არეჯერათ უნდაც გუშინ ზოგი მასთან ერთად იბრძოდა იმისთვის, რომ 2012 წელს ხელისუფლება მოეპოვებინა და დღეს, რა ვიცი, ჩვენზე უფრო მეტად მლანძღველები არიან მგონი ივანიშვილისა და მისი რეჟიმისა, მაგრამ კარგია, ეს ყველაფერი კარგია, მთავარია, ვინც კიდე დარჩენილია მასთან და ვინც ფიქრობს, რომ კიდე რაღაცას თითქოს რამე საქართველოს სასიკეთოდ უნდა გააკეთოს. ამ კაცმა მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ესეთი ადამიანიც კიდევ უფრო დარწმუნდება იმაში, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი და ივანიშვილის მიზანი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ბოლომდე განადგურება. კი ბატონო. ხო, თუმცა გიორგი, ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაცნაირად არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის გარშემო თქვენ საუბრობთ მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც ერთ დროს წარმოადგენენ ივანიშვილს, იბრძოდნენ მის ხელისუფლებაში მოსაყვანად და იყვნენ მისი გუნდის წევრები. ჩვენ ხედავთ როგორ ექცევა ივანიშვილი მის გუნდს, ყოფილ გუნდს, თუნდაც გულისხმობ მაღალჩინოსნებს, მინისტრებს, ყოფილ მინისტრებს, რომლებიც არიან ციხეში, იგივე ირაკლი ღარიბაშვილი, ხო? მაგრამ ვნახეთ ასევე რამდენიმე დღის წინ, რომ იგივე ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა რაღაცა სოციალურ ქსელში დაბადების დღე მიულოცა ბიძინა ივანიშვილის ფოტოთი. ხო. კი ბატონო, ხო, ანუ აი თითქოს საერთოდ სხვანაირ დამოკიდებულებას უნდა ხედავდეთ, იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი, ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამას ოპოზიციაც კი ამბობს და თავად ოჯახის წევრების მხრიდან რაღაცნაირად საერთოდ სხვა მიდგომას ვხედავ. ძალიან ლოგიკურია, ანუნა, ეს ყველაფერი არის ძალიან ლოგიკური. დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გიკვირთ ეს და არც მე მიკვირს და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს ეს არ გაუკვირდება. ესენი ახლა წარმოადგენენ ქართულ ოცნებას. ქართული ოცნება ხო არ არის რაღაცა იდეაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი იდეა ქვეყნის განვითარება უნდა იყოს და ქვეყნის უკეთეს მომავალი უნდა იყოს. ქართული ოცნება არის ძალა, რომელიც არის ერთი ოლიგარქის გარშემო შემოკრებილი ვალდებული ადამიანები, რაღაცა დროს შეიძლება არავალდებულები, მაგრამ დღეს უკვე ბევრი რამით ვალდებული ადამიანები, რომლებიც ყველა მის გადაწყვეტილებას უნდა დაეთანხმონ. ხან ციხეში მოხვდებიან, ხან გარეთ მოხვდებიან, ზოგს ხან ხელისუფლებიდან გააგდებს, ხან მოაბრუნებს. ჩვენ ამ შემთხვევაში ხა ღარიბაშვილის შემთხვევაში ხო გვახსოვს, გააგდო როგორც კორუფციაში გარეული მისი გარემოცვა, მაგრამ ისევ პრემიერ-მინისტრად დასვა. ხოლ შეიძლება ახლა თუ მას კიდე მიეცა ამ საშუალება და თავარი არის ის, რომ მას არ უნდა მიეცეს ამ საშუალება ივანიშვილს, რომ გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მართვა ბრჭყალებში, ჩვენი ქვეყნის განადგურება რეალურად რომ გააგრძელოს. ამის საშუალება არ უნდა მიეცეს, თორე ვიღაცა დღეს რომელიც ციხეში უზის, ხვალე შეიძლება ისევ იგივე პოსტებზე წარმოჩიდნენ, თურმე ის ადამიანი რაღაცაში ის ადამიანი პატარა შეცდომა დაუშვია და არა უშავს, მოდი აბა კიდე ერთხელ მივცეთ შანსი. ესეთი მაგალითებიც გვინახავს, მაგრამ ეს ყველაფერი არის არა რაღაცა სამართალზე მორგებული გადაწყვეტილებები, ვინც დღეს ციხეში ზის. ეხლა ის რომ დამნაშავეები არიან, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ხო, ფულს იპარავენ რა. აქამდე არ იცოდნენ, 3 წლის წინ არ იცოდნენ, რომ ლილუაშვილი ფულს იპარავდა, ღარიბაშვილი ფულს იპარავდა, ბურჭულაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე ფულს იპარავდა. ყველა ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ როდესაც ამ ფულის გადანაწილება მთავარი მიზნისთვის და მთავარი მიზანი არის ივანიშვილი და ყველაზე დიდი წილი მასთან არ მივიდა, ალბათ აი ამაზე შეგვიძლია უკვე ვარაუდები გავაკეთოთ, რეალური ვარაუდები, რომ ეს არის მთავარი მიზეზი, რომ აქ არის ფული, რომელიც ამყარებს მათ მმართველობას და არა ემსახურება ხალხის კეთილდღეობას. კი ბატონო, და კორუფცია ახსენეთ, გიორგი, და ჩვენ ხედავთ, რომ პერიოდულად
თან ამბობს კობახიძე აი ბოლოსაც, როდესაც პარლამენტში ქონდა ხო ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ნახეთ როგორც დასრულდა ის დღეს საკანონმდებლო ორგანოში, იქაც თქვა რომ აი ზედა ეშელონებში ფაქტობრივად უკვე დავამარცხეთ კორუფციაო, არა და პერიოდულად ვხედავთ რომ კვლავ არ ვიცი, საქმე სჭირდება თუ აღმოაჩენენ ხოლმე რომ დიდ კორუფციას აქვს ადგილი, მაგალითად ერთ-ერთი და ყველა ასეთი საქმე პლუს ყველა ასეთი საქმე, იგივე რკინიგზის თემა, იგივე 1000 რაღაცა, ყველა ასეთი საქმე თან ბურუსით არის მოცული. ეს ისინი რა ქვია, პროცესები იხურება მაშინვე, რომელიც უნდა იყოს საჯარო პროცესი. რა აქვს მას საიდუმლო იმისა, რომ ფული მოიპარა, სახელმწიფოს ფული მოპარა, რატოა საიდუმლო, რომ სასამართლო პროცესზე რატო არ შეუძლია დაესროს მაგალითად თქვენი ჟურნალისტი, ხო? ვიღაცა კოლ-ცენტრებს მართავდა და იყო თან უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და თურმე არ შეიძლება იმის პროცესს დაესწროს თქვენი ჟურნალისტი, ხო? ეს ყველაფერი არის სწორედ ამიტომ ბურუსით მოცული სასამართლო პროცესები, რომ ეს კიდევ ვიმეორებ, არა რეალურად კორუფციასთან ბრძოლა, არამედ პირადი ინტერესებისთვის ბრძოლაა და პირადი ბრძოლაა იმისთვის, რომ ვიღაცა მისი პირადი სურვილი არ შეასრულა და მეტი არაფერი, თორე ქართული ოცნება დაბალ ეშელონებშიც და მაღალ ეშელონებშიც, რომ თავიდან ბოლომდე კორუფციაზეა დაყრდნობილი, თავიდან ბოლომდე, რა ვიცი, მლიქვლენობაზე, ხალხის ტყუილზე, ხალხის ყოველდღიურ გაღარიბებაზეა დაყრდნობილი, ეს ხო ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ძალიან კარგად ჩანს. ძალიან ცოტაა დღეს უკვე ისეთი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს ვერ ხედავს და ეს წრე დარწმუნებული ვარ, კიდევ და კიდევ უფრო მეტად შევიწროვდება და სწორედ ეს იქნება მომენტი, როდესაც უნდა დამარცხდეს ივანიშვილის რეჟიმი. კი ბატონო და გიორგი აი ბოლოს უკვე მინდა ვისაუბროთ იმაზე, რა ხდება თქვენთან, თქვენს პარტიაში, ვიცით რომ ემზადებით ახალი თავმჯდომარის არჩევნებისთვის, რომლის გარშემოც ესე ვთქვათ ხმაურია, მსუბუქად რომ ვთქვათ. თქვენი დამოკიდებულება როგორი არის ზოგადად? ფიქრობთ თუ არა რომ სჭირდება რაღაცა პარტიას, არ ვიცი, განახლება, ახალი სახეები, უფრო მეტად გაძლიერება თუ ასე შემდეგ და ასევე ბუნებრივია უნდა შევეხოთ ალიანსის საკითხსაც, გულწრფელად გეტყვით, ორ კვირაში ერთხელ ვსვამთ კითხვას, რჩებით ამ ალიანსში, გადიხართ ამ ალიანსიდან და რატომ გეტყვით? გვარამია იყო, ნიკა გვარამია რამდენიმე დღის წინ ჩემი ეთერის სტუმარი და პირდაპირ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა ფორმალურად არისო ამ ალიანსშიო, არანაირ რაღაცა ღონისძიებაში და ასე ვთქვათ, სამუშაო პროცესში ისინი მონაწილეობას არ იღებენო და რა საკეთებთ მოკლედ? ამ ალიანსში რა საკეთებთ? რატომ ხართ? და თქვენთანაც რა ხდება? კი, ამ კითხვების გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ დავასრულებდით დღევანდელ ეთერს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობაში, ხდება ის, რაც ლოგიკურად უნდა ხდებოდეს, ხო? რა არის? 2 წელი გავიდა არჩევნებიდან და უნდა მოხდეს ცვლილებები. დაიწყო ერთი თვეა ამ ყველაფერზე საუბარი, ეს არის ლოგიკური ვადა, როდესაც რატო სკანდალურად, ეხლა რატო ვხედავთ სკანდალურად წასვლას, ვთქვათ, ერთს თუ ვადა ამოეწურა და მეორე უნდა ავირჩიოთ. ერთს თუ ვადა ამოეწურა, მეორე უნდა ავირჩიოთ, ეს ლოგიკა არ არის და ის რომ განახლება არის უმნიშვნელოვანესი არის ეს არის ლოგიკური ასევე ხო და ნაციონალური მოძრაობისთვის განახლება არის მუდმივად მნიშვნელოვანი ნებისმიერი ახალი სახის შემომატება ნებისმიერი ახალი ადამიანის შემომატება რომელიც პარტიას გააძლიერებს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და ამ შემთხვევაში ნანუკა შოროშოლიანის შემომატებას რა თქმა უნდა ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გადაწყვეტს ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის სიტყვა არის უმნიშვნელოვანესი და მან განმარტა გადამწყვეტი არის მიხეილ სააკაშვილის სიტყვა ნაციონალური მოძრაობისთვის ის რომ მან შექმნა ნაციონალური მოძრაობა და ის რომ მხოლოდ მის სიტყვაზე იყოს ეს ყველაფერი დამოკიდებული ეს არა არც მისი სურვილი და მან განაცხადა კიდეც ეს ყველაფერი და მან ამასთან ერთად დაანონსა ისიც რომ უნდა ჩატარდეს არჩევნები და ნაციონალურ მოძრაობამ რა მოხდა შეიძლება სხვას დაუჭირონ მხარი ხო შეიძლება რომ თუ ის არის მთავარი ფაქტორი რა თქმა უნდა მიშა სააკაშვილი რო არის ნაციონალური მოძრაობისთვის მთავარი ფაქტორი ეს ვინმესთვის გასაკვირია და არა მარტო ნაციონალური მოძრაობისთვის მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში. ეხლა რაც შეეხება განახლებას, განახლება არის მნიშვნელოვანი. ამ განახლებას შემოუერთდება ახალი სახე, ახალგაზრდა იქნება ეს თუ არ იქნება ახალგაზრდა, არც ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა. ეხლა მე მაგალითად როგორც ჩანს, აი ვეტერანებიო ახსენებენ ხოლმე, ვეტერნებს წარმოვადგენ. ეს ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ღირსებაა, რომ წარმოვადგენ ნაციონალური მოძრაობის ვეტერან წევრს. იმიტომ რომ ვეტერნობა ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ იმ გუნდში, რომელ გუნდშიც დაიწყე მოღვაწეობა, იბრძვი და დღესაც იქ ხარ. ამიტომ
ბევრ პარტიას ამისი ფუფუნება არა აქვს, რომ ვეტერანი ყავდეს. ან არის ახალი შექმნილი პარტია, ან არის ძველი პარტიები, რომლებიც საერთოდ გამქრალები არიან. ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია მხოლოდ ისაუბროს იმაზე, რომ მას ყავს მაგალითად ვეტერანი პარტიის წევრები და ეს არის ჩემთვის მართლა ღირსება და ამით ვამაყობ. რაც შეეხება ახალ არჩევნებს, ახალი არჩევნები ჩატარდება ასევე ლოგიკურ თარიღში 8 ოქტომბერ 8 ივლისს ახლა ეწურება ვადა როგორც ახალ თავმჯდომარეს, ისე გენერალურ მდივანს, სამდივნოს, პოლიტსაბჭოს ასე შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე არსებულ შემთხვევაში პოლიტსაბჭო გადაწყვეტს თუ როდის იქნება არჩევნები, როდის ჩაინიშნება არჩევნები, რა ფორმით ჩაინიშნება. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ წარვადგინეთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გეგმა, რომელიც არის სიახლე ასევე პოლიტიკურ პარტიებში, სადაც აბსოლუტურად ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს შეიძლება მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების პროცესში. პარტია იმართებოდეს არა ზევიდან ქვევით, არამედ ქვევიდან ზევით და ეს არის რეალურად ლოგიკური დემოკრატიული მართლობა, რასაც ასევე ამას ქვია სწორედაც მიხეილ სააკაშვილის გეგმა და მიხეილ სააკაშვილი არის სწორედ იმ მოწოდებით, რომ სწორედ ასეთი მართლობა დაინერგოს ნაციონალურ მოძრაობაში და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი წარმატებას და გაჯანსაღებას მოუტანს ჩვენს პარტიას. ბატონო, და რაც შეეხება ალიანსთან თქვენს ესე ვთქვათ რა ვიცი, ალიანსთან ამაზე ხო ხშირად საუბრობთ ხოლმე, ვართ იქ, არ დაგვიტოვებია ალიანსი. რა ვიცი, ეხლა ვიღაცამ შეიძლება ფორმალურად ჩათვალოს, ვიღაცამ არაფორმალურად ჩათვალოს და ეხლა თუ ალიანსს რამე გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია რომელიმე პარტიის რამე ქცევის შესაბამისად, ესეც მიიღოს გადაწყვეტილებები და მე მაქვს აი კითხვა, რას აკეთებთ იქ? რა ვიცი, ყველა იმ პროტესტში და ყველა ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას, რომელიც გეგმავს ალიანსი. არც ერთ ღონისძიებას არ გამორჩენილა ნაციონალური მოძრაობა. რა ვიცი, შეიძლება ვინმე თქვას, რომ რამე ღონისძიებას გამოვჩით. ეს იყო სადმე გასვლა იყო თუ თბილისში შეკრება იყო თუ იყო თათბირები, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან დიდი ხანია რაღაცა პასიურ რეჟიმშია გადასული და მეტი აქტიურობა გვმართებს ყველას იმისთვის, რომ რაღაცა პირადი პარტიული ინტერესები, პირადი ეგოები გვერდზე გადავდოთ, პირადი რაღაცა, რა ვიცი, ეჭვიანობები გვერდზე გადავდოთ და მთავარი მიზანი და მთავარი გზა მივმართოთ ერთი მხრისკენ, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის დამთავრება. კი ბატონო.